აბა, კრივოი ბოტის მე-100 ტესტ დრაივი. ჩეკ. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. დღეს მე მოგიყვებით ჩვენი სუმო ბოტების თავგადასავალზე. ჩემს მას ტუბერკულიოზის ჭირს. ესე იგი, მავანი იკითხავს. კი, მაგრამ სანდრო, რა არის სუმო ბოტები? ძალიან მიხარია რომ ამ შეკითხვას სვამთ. მოკლედ, ამ ვიდეოს თუ შეხედავთ, დაინახავთ ორ პატარა რობოტს პატარა სუმო რინგში, რომლებიც ეტაკებიან ერთმანეთს. წესები არის შემდეგი. ჯგუფები დგებიან, თავისი ძალისხმევით აწყობენ რობოტს, დგამენ რინგში, ღილაკს აჭერენ, 5 წამში იწყებენ რობოტები მოძრაობას და ავტონომიურად ცდილობენ რომ ერთმანეთი გადააგდო. რომელიც იქნება წარმატებული, ის გაიმარჯვებს. ხო და ვიფიქრეთ რომ მარტივი იქნებოდა და ცოტა დრო დაგვჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ დაახლოებით 6 დღის შრომა ჩავდეთ, მათ შორის ერთი დღე რაღაც ნახევარ ღამის 3 საათამდე თუ 4-მდე გავჩერდით რა. და ხო, წარმოგიდგენთ ვიდეოს დანარჩენ ნაწილს, დაგიბრუნდებით. შემძვრალი არ ახარდა ისე დააწყე. უკან ვეღარ ჩამოწევ. აი შემოგიძრა. და გაგიბრევა, ხო. ეს კამერაზე არ დაგეკეთე. ასალწონად არ გადაჭამო. ჩვენი ერი კითხვაა დათომ. მოკლედ, რობოტების ტურნირში გვაქვს წონათა შეზღუდვა კილოდან 3 კილომდე. და რახან ასაწონი გქონდა ნაწილები, უნივერსიტეტში სხვა ადგილი არ გვეგულებოდა ჯიმის გარდა, სადაც შეიძლებოდა აგვეწონა კინა. ამიტომ საღამოს 8 საათზე ჩავედით სპორტ დარბაზში, რის შედეგადაც ვერ ვიპოვეთ სასწორი, რის შემდეგაც წავედით -1 სართულზე და მივადექით ჩემს საყვარელ მელეხებს, რომლებიც ბინადრობენ -1 სართულზე, რომელსაც სუფრა ჰქონდათ გაშლილი, პურმარილი, კიტრი, პომი, რაც გინდა დაასახელე. ცხედან სუფრაზე ტელევიზორი აქვს ჩართული და უფროსო, სასწორი ხო არ გაქვს რომ გამოვიყენოთ თუ ეკითხებით და კი რა სიზახიო კაცო და მიდი შეაერთეო ერთი ეუბნება ერთი მეორეს და ეს მოდის და ჯერ ტოსტერს აერთებს შტეფსელში და მერე სასწორს და მივაღწიეთ. აბა, ეგა. კარგად შედი. ეს არის მესამე დღის პროგრესი. იდეაში მეორე, მაგრამ მაინც მესამე. აიცა. ცოტა ჩააფოკუსოს, გააჩერე ორ წამს. წამი დაინახოს. დაინახა. ნაის. ეს არის კორპუსი, კარკასი. ბორბალი, იქ წინ რაღაცა ფილა. უეში იქნება. ამაზე არ ამწამოდი. Короче. Лаша გეწაძეო. მოდივართ. მოემზადე. ლაშა. დაელოდე მოდივართ. მოდივართ და გველოდე. ნიჩინოჩენ. მე შვიდე სტუმრობა დღეს შეშეკეთებაში. მე წაღამოვა. აუ, იქოდა კაცი მარა. ეს ყველაფერი შენთვის, ლაშა გეწაძეო. ლაშასე. პლატლაინი მოითხოვს ახსნათ ვინ არის ლაშა გეწაძე. ეს არის ჩვენი მეგობარი, რომელიც ჩვენთან კამპუსზე სწავლობდა რამდენიმე წლის წინ, კაიხნის წინ იდეაში და იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვის დროსაც ბოლოს ფუნქციონირებდა წესიერად ჩვენი ლაბორატორია. ასევე ლაშას აქვს ძალიან საინტერესო რაღაცების სწავლების სტილი, რაც მოიცავს ძალიან ბევრ დაცინვას და ირონიას. შესაბამისად, პლოტლაინი მოითხოვდა რომ ჩვენი მთავარი არჩნემესისი ამ ისტორიაში ყოფილიყო ლაშა გეწაძე. ხო და შევხედავთ, მოახერხებთ თუ არა ლაშა გეწაძეს რინგში დამარცხებას. დავბრუნდები. დღეს საღამოს კი შემიძლია მოვიდე. კაი, მეჩი კიდე სვერლო გაქვს. კაი, იგივე ბურგით მოვა მაშინვე. რა კუთხის? ან თქი როგორც იდექები. მოვიდა ჩვენი ზაბრაუში და უყურებს ახლა ამას. 2 კილოერი რაღაცა იდე. დაგოწმებს. ასევე მოვიდა არქიტექტორი კი არა, სხვა რაღაც უნდა მეთქვა. საქანელად მშენებელი ერთ-ერთი. ეგრე ახლოდან შარვალი ჰოტელი. ჩვენ ვერ ვღებავდით და მალი არის დავიქირავეთ.
გამოვიდგა. თქვენი ტარიფი რა არის? მუშაობ რა მაგას. Status update-ი ქალბატონებო და ბატონებო. ყივოი ბოტი არის ახლა ყვითელი. უმაგდება ბორბლები. შიგნით ელექტროობა არის. ელექტროობის პირველი ნაწილი მარტო სიარული. ხო. დადის. ამ ეტაპისთვის გვეგონა რომ აი ვსო გავაკეთეთ რობოტი და რაღა უნდა დაგვიდგეს წინ და ასე შემდეგ და არ ვიცოდით რომ შემდეგ დღეს ძალიან დიდი ხანი მოგვიწევდა უნივერსიტეტში ყოფნა ამ რობოტზე სამუშაოდ. თუმცა სანამ გადავალთ ამ ნაწილამდე ჩვენი რობოტი. Shadow Wizard Buddy Gang. We love casting spells. This song is sponsored by the Shadow Government. ხალა ხო არ გვეტყოდი ახლა რა სიტუაციაში ვართ? აბეთე. შელო ხო არ გვეტყოდი ახლა რა სიტუაცია? შენს ბურმაში დავუჭირა გავასწარი. ბიჭო, კაროჩე, რობოტი ავად, ეს ძალიან ძველი ვიდეოა, ხა? ეს იქნა მუშაობდის, მაგრამ შევარ ეგეთი ხალხი ჯერ ვაკეთებ და მე რო ვფიქრო. ახლა თუ მეხა მაგასაც შევით და არ ვფიქრეთ არაფერზე, რაღაცა 4 წელი დავაყენეთ, აგეთ 2 არ ვჭირდება. თუ დასულაბას თქვენ შევოს არ გავგონია, ეს ტოპოი კაცია რა. შემოგვიერთდა ჩვენი მეხუთე გუნდელი და დადროპა იდეა. რობოტს ვერ უტესტავდით? ახლა კი გვაქვს გატესტვის გზა. ორბოტის კაცები რო არიან, მაგრამ იმედი მოდიეთ. მარტო ხვილის ზემოთ რა ჩანს მოაზე. Update ქალბატონებო და ბატონებო. ინტერიერი ულამაზესია. მაგრამ დაახლოებით 3 ან 4 საათი ვეჩალიჩებოდით, იმიტომ რომ რაღაცას ვამოკლებდით რა. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ აი აქეთ მეტალის ძრავი რო არის. აი ტრიალებს მაქვს აი. აქეთ ჩვენკენ წინ. მეორე ნახე. ხო და ამ ძრავზე მოკლდებოდა რა და დავშალეთ თავიდან ავაწყეთ და ეხა ასე გამოიყურება. ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის შეჯიბრის წინაღამე და კრივოი ბოტი მზად არის. აი კამერას ხედავს მე რეი. კამერას ხედავს მოიცა. აუ რა მენესინგარი ჩემ. ბიჭო, მოსაგეთ მუშო. მოკლედ, ვიყავი უნივერსიტეტის სწავლობაზე და ახლა მივდივარ ექსპოში 15 ივნისია და ტრენერის დღეა. მაშა. მოვედი სპორტფესტზე და ჩვენი რობოტიც არის აქ. და ეხლა უნდა ნახოთ როგორ ჩაივლის რობოტი. ვილაპარაკოთ ცოტა ტურნირის შესახებ. ტურნირი ჩაატარეს საქართველოს რობოტიკის ასოციაციამ, ჩვენმა მეგობრებმა, აი ავთოც მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი არის. კაი ხალხია, ამ თემების პოპულარიზაცია დაიწყეს ახლა და ადევნეთ თვალყური კარგ რაღაცეებს ნახავთ. და კარგ რაღაცეებში მონაწილეობის საშუალება გექნებათ ახლო მომავალში. რაც შეეხება თვითონ ტურნირს. 17 რეგისტრირებული გუნდიდან უნდა გამოცხადებულიყო 10 ამ დღეს, 4 იგივე დღეს გაუხსნა რობოტი და ვიყავით 6. ძალიან ბევრი რაუნდი ფრეთი დამთავრდა, იმიტომ რომ ვერ გაუკაჭეს რობოტებმა ერთმანეთის წონას და ვაფშე ვერ წევდნენ. თუმცა რამდენიმე საინტერესო რაუნდიც გამოგვივიდა და აი ისინიც. გამო? გამო წრიდა. ბიჭო, მეორე პირველი გამარჯვება ქალბატონებო და ბატონებო, კრივოი ბოტმა. აი, ეჩერის წაბილდა მოგეჩვენი ислამაი. აი, ვედი. ბიჭო, არა, შეიძლება მოიქერხოს, აი, კაი მომენტი იყო.
გადააგდო ფაქტობრივად ძალიან ცოტა დარჩა გადააგდო ავტომატურად გონია რომ არ ვიცი მე გამარჯვებული გამოვიდა აგრესიული ბაჭიშთა რომ Აშა რაღაცა უცნაურს აკეთებს. რევერსში დასვა როგორ. აშკარად რაღაც შეუდგავს. აი კაცი რაღაცა ფიქრებს. ხო ეს იქნება ეს. რა ფიქრობ? ოპა გაგვაცურა თაო. ეს იყო პირველი შოკი, როცა მოკლედ ველოდით ჩვენ რომ ფინალში გავიდოდით და ალბათ აი ლაშაც ფინალში უნდა გამოსულიყო უოჭველი, წარმოდგენაც კი არ გქონდა რომ ლაშას იმესთან წააგებდა რა. და პირველივე რაუნდში როცა ვიღაცას შეხვდა, გაუბაგა სენსორებმა თუ რაღაცა კოდი ცუდად ეწერა თუ რაღაც მოკლედ და ეგრევე გადავარდა და ვახ რაღაც ძალიან ანტიკლიმაქტური გამოდგა მთელი ჩვენი ეს ერთკვირიანი შრომა და ნუ მოკლედ რა და თუმცა მე საბოლოოდ როგორც ახლა ნახავთ გამარჯვებული გუნდი ლაშას მაინც დავედა და შენ რა სიტყვი ჩვენ თუ ლაშა გეწაზე ოკეი გასაგებია მადლობა რა სიტყვი ნუკრი ჩვენ თუ ლაშა გეწაზე გასაგებია რა სიტყვი ჩვენ თუ ლაშა გეწაზე წყალი კარგი